ქობულეთში დაკავებულ სამპირს ჯარიმის სახით 100 ლარის გადახდა დაეკისრა. საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. დაკავებულებს ბრალად საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ედებოდათ. ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიანებენ, თუმცა აქვე განმარტავენ, რომ მომხდარ ინციდენტთან მათ არანაირი კავშირი არ ჰქონიათ. პროცესს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე უძღვებოდა. საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევებმა ჯარიმა 7 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ. საქმე 176-ე მუხლით იყო აღძრული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო გუშინ ქობულეთში ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე სასულიერო პანსიონის ტერიტორიაზე 3 პირი დააკავეს. რაც შეეხება მედრესეს ეზოში ღორის დაკლის ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრის ინფორმაციით 151 მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს. სამართალდამოუკიდებლობის გამომხატვრის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზონებს, ადმინისტრაციულ ჯარიმას, 100 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პანკრობას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის განსაზღვრისას მკვლელობა შეიძლება იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაში მიცემული პირები აღიარებენ ჩადენილ ქმედებას, ინანიებენ მას, ისინი წარსულში არ არიან დასამართლებელი ან საახდელ დადებულნი ანალოგიური ქმედებისათვის. შესაბამისად, სასამართლო მიზანშეწონილება მიიწევს დამდგმარ გამოყენებული იქნა სახელის უფრო სუბუთი კონდიცია ადმინისტრაციული ჯარიმა.